მოიცა დავჭირო. მოდი. მე კი გაპატიე, ამოჭრა არ გაპატიე. დამიტოვე ეს, დამიტოვე. ყურებს დააკვირდი, შენ ყურების მიყვარს და აუ, ბაზარი არა, ეხლა რო წარმოვიდგინე. დანას ნომერი არ გააქვს. ეხლა გათენდა იქ. რომ მივწეროთ. რო გაიგვიძებს ნახავს და რამე შეცვლის მე. გუშინს მიყავი აჭარას ამასტორი გავხდი და იქ ბიჭები პოდკასტი კრეატორები მოიყვანეს და ბიჭი კაი ბიჭები იყვნენ პატარა ტანის იყო და უნდა დამერტყა ფეხში და ღვიძლში ჩემ დახოცე ხო აღარ ყავს კრეატორები ახლა მე სულ მაინტერესებს მეთქი რატო აკეთებ დედათაღას იმიტომ რომ ვიცი ეს რა საშინელება აი შენს დარტყმაზეც ცოტას ნერვიულობ რა განა შენი მეშინია რამე მე მაგითო მეკონა ხელი რო შეუბრუნო ეხლა მაინც და მაშ საქართველოში ვცხოვრობდი და კლიან ჩემი ძმა ბიძაშვილების ვარჯიშის მე რაღაცებს მაიმუნობთ ვცემდით ერთმანეთს ვურტყავდით და ჩემი ბიძაშვილი რომელიც არის 60 კილო ვეჭიდავებოდი ჩემ ძმას იმას ყოფილი მოჭიდავია და ეხლა რა თუნდა ამას იმის მიხმარება და მივეხმარებიო მომახდა მე და გავთიშე ღვიძლიდან. ერთხელ. მე კიდე მოვიდა. მე კიდე და სამჯერ დავარდყე. არაფერი წავოდით სახში, იმიტომ რომ ბევრი მყავდა გათიშული ეგრე და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდარა და მეორე დღეს მირეკავს, რაც გინდა გააკეთე, მოდი ყურადღება მომაქცია და რა ხდება მეთქი და სისხლიანს შარდავდა. აუ მეთქი. რა გავაკეთო? ეხლა ეგრევე მივაკითხე, დაჩაზე იყო, ჩამოვიყვანე, სამონტყოფაში წავიყვანე და ამ დროს ჩემს მაკაც ურეკავ რომელიც ექიმია და ვეუბნები ესე და ესე მოხდა. რა გავაკეთო მე და ეხლა ვეო სპეციალისტს დაურეკავ კონკრეტულად ღვიძლის სპეციალისტს არ ვიცი რა ქვია. და კაი ველოდებით მივდივარ მანქანით. და მირეკავს და ცუდი ამბავი მოხსნა. და უკვე დავიძაბ მეთქი რა ხდება და საოპერაციო ღვიძლის გადანერგვა ჭირდებაო და აუ გადავწიე მანქანა გავაჩერე და ვფიქრობ. სადვიშოვო ღვიძლი. აი ხანაირად მეთქი უეჭველი ჩემ ღვიძლს მიცე. და უცბად არ მე ჩემპიონი უეჭველი უნდა გავხდე. ეხლა ჩემს ვეღარ მიცე. და ეხლა ვფიქრობ სადვიშოვო ღვიძლი და იქიდან ჰი დაიწყო სიცილი რა და დაუწყე რა თქმა უნდა ლანძღვა გინდება ეხლა მარა ეგეთი შეშინებული არ მოხდა მე იმას მე ისეთ რაღაც გავუკეთე მაგ ჩემს მაგაც რომ მაგას გადაინერგა კამერები რო გაითიშება მე მოყვები გუნდში ასე რომ რო დაგარტყამს და ღვიძლის გადანერგვა თუ გჭირდა ჩემსას მოგცე მაგრამ არაფერიო ხო გაიგე მაინც დაჭირვია თან მარტივად ამოიღებენ მე ორი დღე სამონტყოფაში დავიყვანე ორი დღე და ერთი ღამე გადასხმები ეს მადლობა ღმერთს არაფერი სერიოზული ყოფილა კაპილარი ქონა გამსკდარი. ვაი. არაფერი სერიოზული. გაუმარჯვე ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი სტუმარი არის UFC ქართველ მებრძოლებს შორის ყველაზე სწრაფი ფინიშის ავტორი ლევან ჩოხელი. ლევან, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა რომ წავისთვის მივესალმებით მას მაყურებელს. უღრმესი მადლობა. მოკლედ, ეგრევე გაჯახებ პირველ კითხვას რა დაწყების გარეშე. იმდენად სწრაფი ფინიში გქონდა რომ ფეხის გულები რო გაჩვენა. სხვათა შორის მე არაფერი ეს კარგად თავად სხვათა შორის ბრძოლის დღეს ხო შემამოწმეს და მეორე დღეს კვირა და ორ შაბათს დილით ანტიდოპინგური სამსახური დამადგა რასაც სახში და შემამოწმეს სისხლიც ამიღეს შარდიც ყველაფერი შემამოწმეს. ვა, ეგ სტანდარტული პროცედურაა თუ რა მოგიგდო? სტანდარტულია, მაგრამ ეგ ანუ სამ დღეში ორჯერ შემამოწმეს. და სხვა მებრძოლებს რო ვკითხე, ვინ ჩემ ქარზე იბრძოლა ყველა 10 დღის მერე შეამოწმეს თუ ერთი კვირის მერე შეამოწმეს ყველა და მე ეგრევე პირველივე სამუშაო დღის დღის პირველივე საათში შემამოწმეს. ანუ ყველაზე მაინც ეჭვი ეპარებოდათ იმიტომ რომ მაგრამ პრინციპში რა გააკეთე ხე ისეთი იქ რომ რამე დოპინგზე მეტყოლე რაღაც 22 წამში ხმა მოაძრო ადამიანს და დააგდო ძირს. ღვიძლი ხო? ფეხით დაიწყო ყველაფერი ისე სხვათა შორის ძალიან ძალიან რამდენად ძალიან ემოციების ამბავში რომ რამდენად ელოდებოდი მაგ სხვათა შორის ხო დიდი ხანი ველოდებოდი ბრძოლას და იმდენად გააწონასწორებული ვიყავი ემოციურად და მან ფიზიკურად მენტალურად რომ ისეთი რამე არ მომხდარა რასაც არ ველოდებოდი რა ანუ მზად იყავი მაგისთვის მაინც მადლობა ღმერთს ყველაფერი ისე მოხდა როგორც მე მინდოდა მაგრამ ხო რა განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა რა
ხო გიგმავთ ხოლმე იდეაში წინასწარ რაღაც სამწვრთნელთან ერთად რაღაც ისე რომ წინასწარ ანაირი ჭყობი უნდა კონდეს ეს რაუნდი ესე ის რაუნდი ისე რაღაცა ეგრე გიგმავდით იდეაში რომ თავიდან კი 22 წამში უნდა მოკლა რა შეიძლება რატო არა რა ჭყობს ასეთ შევხედე შეჭმა ვაფშე არ უნდა დაწყებულიყო კი გეგმავ მაგრამ ეს მარტივი რო იყოს რომ ყველაფერს გეგმავდა და უკვე საინტერესო აღარ იქნებოდა მithumetes ეგეთ მარტივი მას იდეაში რაც გავაკეთე ეგ ყველაფერი იყო დაგეგმილი და ეგეთი გეგმა იყო მაგრამ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ხდი ანუ ეს სამი წვრთნელმა გითხრა რომ სხვადასხვა ერთ რაუნდში ესხენი ერთ რაუნდში შენ პირველი რაუნდში მიაყარე და ხო ანუ როდის რაღაცას ვიზავ ეგ მაგას ვერ იტყვი ეგ უკვე მომენტი რო ჩავარდება მაშინ შენ უბრალოდ იმ რაღაცებს აკეთებ რაც გინდა რომ გააკეთო მაგრამ ეგ უშუალოდ იმ მომენტში უნდა გააკეთო განა როცა შენ გინდა არამედ როცა მოწინააღმდეგე შეიძლება დარბოდეს და სათანადო ტაიმინგი და მომენტი არ იყოს იმის რომ გააკეთო ხო და ეგ ყველაფერი დაგეგმილი გქონდა მაგრამ ისე მოხდა რომ დაემყვა ერთი მეორე მესამეს და ხო 2-3 მოხდა და 20 წამში დამთავრდა ბრძოლა რა მაგრამ მზად ვიყავ ყველანაირად მაგრამ არ მეგონა ესე მალე თუ მოხდებოდა და სხვათა შორის კაი ისაა რომ ნადირობ რომ ნოკაუტი გინდა ძალიან მე არ გამოდის მაგრამ როცა ისე ხარ whatever რა მე შედიხარ და ვიცი მოიგებ უეჭველი მაგრამ როცა ეს ის არ გაქვს რა აი უეჭველი და რაღაც ესე ვიყავი შევდი ვიცოდი რომ გავთიშავდი არ ჩხარობდი მაგრამ ისე დაემთხვა რომ თავიდან პირველ ხო გენიალური ის იყო რა ფეხში დარტყმა მე მიაყარე და დაეცა მოწინააღმდეგე და რა მომენტი ბოქსში რამდენად ეს ყველაფერი მაგ ყველაფერს ართულებდა ის რომ UFC-ზე ხარ ანუ ეგ მომენტი რამდენად მორალურად დაგაწვა და იმას ხარ რა ნერვიულობა და რაღაცები არა მე ერთ-ერთი ანუ ეს ჩემი მახასიათებელი მაქვს ბრძოლაზე რომ გავდივარ საერთოდ არ ნერვიულობ პულსიც არ მიჩქარდება ანუ იმას ვაკეთებ ეხლა თქვენ ხო არ ნერვიულობთ ანუ კი როგორ არის ცოტა ველავე ხარ რა შენ ხო არ ნერვიულობ არა რა იცი მე მეშინია რომ რამე ზედმეტი არ თქვა იმიტომ რომ ბიჭებთან ერთად ხარ მოსული და ვაი ანუ მშვიდად იყავი წყნარას იყავი ის ზედმეტი ღელვა რაღაცები არაფერი არ ანუ ის ფაქტი რომ UFC და რაღაც ჰაი ჰუე ეგრე არ ვარ ხოლმე რა არც ბავშვობაში ყოფილი როცა ბრძოლა დავიწყე და არც ეხა ვარ სადაც ანუ ყველაზე მაგარ პრომოუშენში ვარ კარები რომ დაიკეტება იქ ხო ის საწერია ბელატორი ეწერა რაღაცაც ვიყავი თუ რაღაც საწერია მან და არ არის საშიში რომ საჯიგით გას და გაგაჩერს უბანში იყო ბიჭო საშიში უბანში ვეთყობდი ეგ არის პიზდეცი თორე აი იქ ადრენალინს ვიღებდი და კუჩაში ვჩუბობდი ხოლმე უფრო ისე ვიყავი მაგრამ აქ ეხა ხო და კუჩაში შეიძლება 1-2-ზე 1-3-ზე ან რაღაც მოგიწიოს შენ ისეთი ბავშვობა გექნებოდა ეხა უეჭველი რა ქვია შენ რო გირთყავს ყველა ხო უეჭველი ბევრი ჯვარია არა ეგეთი ბავშვობა არ მქონია ჯანზე რო ხარ და შენ რო გქონდა ყველაზე მეტი არა ჯანზე არ ვიყავ ბრძოლამდე ფეხბურთზე მართლა მე არ ჯერ თან თუ დავიწყებდი ფეხბურთზე დავდიოდი ხოლმე და აი ყველაზე სუსტი ტიპი ვიყავი ხოლმე სასტავში მაგრამ ყველაზე ის ვიყავი ხოლმე რა ჭინჭლი და ისეთი და ამ ფაქტს ის ამყარებდა ერთი და ისეთი ცოტა ხელშეუხებელი ვიყავი რომ დიდი ძმა მყავს რა და დიდი ძმა თან ის რა ქვია მოჭიდავე ხო ხო და თან მაგრა ჭუბობდა და თან მაგარი იყო თან დიდი ძმა რო გყავს დიდი ძმა მე მყავს და ბევრჯერ უჩხუბია ჩემს გამო 3 წლით ხო ანუ ახლოსია ბავშვობაში ბევრჯერ უჩხუბია ჩემს გამო ხო იმას არ უჩხუბია ისე კლავდა ხოლმე ეგრე კლავდა ხო და მეც ხო იცი რაღაც უეცი რო უკან რაღაცა ის არის შარზე ხარ ეგრევე ხო დავაი საჭუბარი რო იყო ხოლმე პირველი მე მივდივოდი მე არ მყავს და ისე ვიყურებოდი ხო არ არის ო წავედი გამлахო ხო და მაგრამ ის შორი ახლოს რო არ იყო ხოლმე მაგარი ჭუიანი ტიპი ვიყავი ხოლმე რა ანუ ჭუიანი ტიპი რა მე ვაკეთებდი მაგრამ ისე დასწოინად რა გათვალ სანამ მოვა არავის რო შეიმჩნია თქვენ რა გენაღულებათ მე ჩემი თვაფში აი შენი ძმები შენს ვერდით არ ვიყავით გუნდში რა ის არ ქონდა იმედგაცრუება რომ ანუ ბრძოლის შემდეგ რომ ამის გამო ვიშიმშილე და ამის გამო ვიკავებდი ამდენი ხანი თავს და რაღაც ერთი რაღაც გატეხა ცოტა დიდი ხანი მინდა დავრჩენილიყავი კეიჯი რომ მეტი რაღაცები გამეკეთებინა უფრო გეჩვენებია და რაღაცა მაგრამ დღის ბოლოს რო შევაჯამოთ მოვიგე საქართველოში ვარ რაღაც ცოტა ქართული სასმელი ისე რამდენი კი ოცავ რა თქმა უნდა ყველანი არა მარტო იმედია შემდეგ ისე იქნება მე რა სხვანაირად არ და უნდა შემდეგ ზოგადად წითელი ხომ კი
ჩვენთან რომ ხოლმე მეკპირდები რომ წითელ ღვინოს დაგახვედრებთ უეჭველი. შემდეგი ბრძოლის მერე, ხო? ეს ჩაწერილია. ეს ჩაწერილია ეთერშიც გავა და აგერ ფიცდებს გუნდიშა და გუნდიშა დებს ფიც, უბრალოდ შეასრულებს გუნდიშას ბრალე. ანუ მე პასუხისგებლობა შენზე გაქვს. იმიტომ რომ ეხა ვა, რა კლასად დაენ. მე ჩემ უფროს ბას ვეთყვი და ძმები ვაჭყობა, ხო? აუ ბექა მაგარი დაგერხა. ძალიან შარში ხარ. მოგიტყვა აქედა. იმაზე მინდა გადასვლა, რომ ისინი დაიწყო უკვე მახაჩევთან ბრძოლა და რაღაცები უკვე ატყდა მაგაზე ამბები და როგორ უყურებ მაგ ამბავს შენ? პირველი ჩუბი ჩავატარე ეხლა მახაჩევს 16 ჩუბი. მაცადეთ ხალხო. აქვს რა, ეხლა რა. ეგ ქართული პონტია ალბათ, ხო ჯერ ეხა რა დავიწყო რაღაცები ლატაობა, რომ იმას ესე უზავ, ხო? შეიძლება. არა, ხო უზავ. აი, უზავ ეხლა რომა ჩუბონ, არა აქვს. მნიშვნელობა, მაქსიმალურს გავაკეთებ და შევეცები დავამარცხო. მაგრამ ხო, ხა რეალობას არა, ხო, იასნა როგორ შეიძლება ეხა რა. ეგეთი რაღაცები გვახასიათებს ჩვენ ვაფშე, ანუ აქეთ ეგ ეხა გულშემატკივრების და სპორტს ეკრდის რაღაცა უფრო ინტერესიანს, რომ ხალხი 1000 რაღაცას საუბრობს და ანუ ფაქტია უნდათ ეგეთი რაღაცეები და რა პრობლემაა? ყველაზე უცნაური რა გაიგე ამ პერიოდში შენზე რაც არ იცოდი. მახაჩევი რომ ნაცება მაგის გარდა კიდე რამე ხო არ არის? აუ რაღაცები იყო, მაგრამ ანუ ცარუკიანზე ხო არ იყო რა? ხო, ცარუკიანზე ყველა ნახევარი კომენტარები იმაზეა, რომ იმას როდის წემ. ხო, ჩემპიონატში არ არის. არც არის, ხო. ჩემპიონატში არ არის. ცარუკიანის პროსტა ნუ ის არის რა, ცარუკიანის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აგრესია რაღაც დონეზე არსებობს რა. კი, სპორტია, ხო იცი რომ ესე უნდა იყოს. და ის ფაქტი რომ მანდეს ლაპარაკობს ეგ. ისე ავიღოთ თუ გინდა ისე ავიღოთ, რაც ინტრიგას იწვევს და ხმაურს იწვევს, კაია სპორტისთვის და ბრძოლების ანაზღაურებისთვის, მაგრამ არის რაღაცეები მე რა ჩვენ არ მოგწონს, გულში ცუდად ხდება, ჩვენ საუყარელ მებრძოლზე ესე თქვა, ან შეუღურაწყობა მიაყენა ისეს. და მან ეხოს, მაგრამ ანუ სპორტის ნაწილია თუ სპორტის უფრო UFC შოუს ნაწილია. შოუს ნაწილი უფროა რა. ეხა ჩუმად რო იყო წარმოიდგინე. და არაფერი არ ელაპარაკე. ხო, არანაირი ბრძოლია ისეთი, რომ ანუ UFC-ში არ არიან, ან არიან და ხმას არ იღებენ, მაგრამ შეუძლიათ რომ ჩემპიონები გახდნენ. მაგრამ წინ ვერ მიდიან, იმიტომ რომ UFC-ს უფრო მოლაპარაკე ტიპები ჭირდება. შენ გააქვს რამე ეგეთი დასახული გეგმა, ანუ რამე რომ კი ჰაიპის შექმნა და აი ხო ხვდები რა კუთხით გეუბნები რომ ჰაიპს ისე შევიქმნი ამ ჩემ შინაგან სამყაროს იმას გავუკეთებ რა, ანუ გამოვამჟღავნე რა, უფრო იუმორი მომწონს, ღადაობა და დაუწყებ ღადაობას და იასნია ეხა რა. ხო. ანუ მაქსიმალურად ისე იქნები რა. ძალიან. მერაბის სტილზე რო დავარქვა რაღაც, იმიტომ რომ მერაბი იყო ეგრე. არა, ხო, მივხვდი, მაგრამ მაგას გულისხმობ რა. იუმორი. დაუწყებ, მაგრამ ხო იცი ყველაფერი ტაიმინგია რა. ეხა რა გავაკეთე ჩილთან ბრძოლა გავაკეთო, არაფერს მომცემი არა, ან ჭირაობა დაუწყე, ხო, ანუ რაში მაწვს. აი ხა რო ზედმეტი ლაპარაკი დავიწყო, ცოტა არასერიოზული არის, ხო ხდები ვიღაცა იმას ამას უზავ, ამას უზავ. დრო რომ მოვა და ისეთი მოწინააღმდეგეები მეყოლება, ვისაც უნდა მივაჭირო, ვეღადაო ის შეურაცხყოფა მივაყენო ზომიერად რა თქმა უნდა. ერთი მე რაც არ მომწონს, აი ქვეყანას, რელიგიას და ოჯახს რო ეხებიან, ეგ არ მომწონს და მტეხავს რა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს სამი რაღაც ჩემი აზრით რა შეუხებელია. მაგრამ პიროვნულად და ისე გუნდზე და გარემოცვაზე რა პრობლემაა და ხო, იქ მოსულა მაინც უფრო რაღაც ეგეთი რაღაცები იქ უფრო თავისუფალია მაგ კუთხით ხოლმე რა. მე მიკვირს ხოლმე რომ კი რა ყველაზე ლამაზად ჩანს ხოლმე ჩემთვის ის რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ იქ იმაზე რა ქვია პრეს კონფერენციაზე რა რო ითმეს ხალხი და ანუ ოქტაგონზე იქნება თუ რინგზე იქნება რო აჩვენებენ მე რეალურად ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი ეგ არის ალბათ ყველაზე ლამაზი რაღაცა რაც კაი ვიდეოები იწყობა მაგაზე ლოდი დალია რა პავის ჭამე ამე რა არ მომწონს იცი აბა არ მithქონს ესე არ გამიჟღერებია აი უკვე ეს ბრძოლამდე პერიოდი რო უკვე პიროვნულ ანუ ძალიან ისე დაპირისპირებაში რო გადადის რა მაგალითად ეხა სტრიკლენდმა და ხანზადმა რაც გააკეთეს აი საგიჟეთი ქონდათ რა და ჩხუბი რო დაიწყო ხელი ჩაარტყეს და ისე იჩხუბეს რა ხო ანუ ეგ ჩემთვის არის აი როგორი რაღაც ცი
მე მქონია ეხა მაგდონის დაატაკება და ის არა, მაგრამ ტიპი ისე ბლატაობით გამომიწვია, გავთიშაო და რაღაც და face to face-ზე ყელში მოუჭირო ხელი, მეთქი რა თქვი და ხელი უკარი და რაღაცები და ბრძოლა რო დაიწყო. არც მივესალმე რა. ბრძოლის მერე პროსტა იმასხენ ხელი ჩაურტყით და რაღაც რა. და თუ იგივე მე მომივა სიტყვაზე როგორც ტრიკლენს და იმას ქონდა, ან ბრძოლის მერეც აი მაქსიმუმ პროსტა აი ხელი ჩაურტყან მუშტე მიუტყა რა. ხო. იმიტომ რომ აი ცოტა არასერიოზული არის ნუ აი ხო რა ჩემთვის რა ის არის ვითომ სპექტაკლი დადგი და რეალურად ყველაფერი კარგად არის მერე ბრძოლის მერე როცა ეგრე არ უნდა იყოს კონორს და ხაბიბს არ ქონდათ ეგრე ხო ეხა თუ ძალიან დაუწევი იყო კონორს და ხაბიბს ხო ქონდათ ეგრე ის რო ქვია და ერთი ამბავი და რაღაც და მე ჩხუბის მერე კიდე იჩხუბეს უკვე გუნდებით მე რა შეიძლება არის უბრალოდ შენ გაგიმარჯოს ხო არა ეგ გამიმარჯოს რა ისიც კაია ეგ იყო გუნდებით რო ჩხუბეს მეორე ბოქსიორის სახელია შენ რა გენახლებათ ან დიდი ძმაც იგი ყოლება თოფურიას და პედიპიმბლეც ხო იქონდათ მანამდე რო იჩხოს იმენ რო უთხრა რა ქვია ის როდამბო დაბომბეს შენი ქვეყანა არ მიკვირსო თუ რაღაც ვერსი იყავიო თუ რაღაცა რა. აი ეხა მაგალითად მაგის მერე ხო შანსი არ არის ეხა გამოხვიდე და ის რა ქვია ხელი ჩაურტყას და ის არის შეიძლება კიდე ჩაწყოს. ეხა აი მაგ ბრძოლის ეგ არის ტრაგედია ჩემთვის და რაღაც ერთ-ერთი სამწუხარო დღე იყო თუნდაც საქართველოს ახალ ისტორიაში ხო მაგ თემაზე ვინც იღადავებს და ვინც ისე რამე სიტყვის ქართველი იქნება თუ ბრიტანელი იქნება ან მე წინ რომ მედგეს მეც ხელი შევეხები. და ანუ სულ არც არავინ გამთხოვნებს მაგაში შეიძლება რაღაცა ძალ გადავამეტო რაღაცას და არალეგალურად და კანონებს გავცდე, მაგრამ ანუ არც ვინ ანევ და თუ რამე სასჯელი იქნება, იმ სასჯელსაც მოვიხდი რა. აი ეგეთ რაღაცაზე ტრაგედიაზე ხალხი დაიღუპა და რაღაც როგორ უნდა იღადაო რა. მართალი იქნება ილიას ადგილზე მეც მაგას ვიზამ. ხო, არა, ლოგიკურია. ჩვენ უარესზე იწევ აშკარად თუ ბავშვობა გაიხსენა ეგრევე. სხვათაშორის ილიას გახსენებაზე ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა და დამარცხებაზე რას ფიქრობ და როგორ გადაიტანე ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ მე უყურებდი მაგას დედაენაში, იმაზე რა ქვია, ფესტივალი არის, ეხლა ლუდის ფესტივალი და აქვე ბოდიში, ბარემ უცებ ვიტყვის ანუ გავავსელებ კითხვას. ჩვენი წარმდგენია ჩიფსი ლუდისა, დიდი მადლობა მარტო გვერდში დგომისთვის, ჩვენი მეგობარი ლუდი არის ბავარია, ასევე მადლობა, ორივე შეგიძლიათ შეხვდეთ ლუდის ფესტივალზე და რა თქმა უნდა ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით გიორგი კოსტანს ყოველთვის უგზავნის საყვარელი კუთხე ხო? კი, ბოდიშას საყვარელი კუთხე არის ეს. მაგის გახსენებაზე თქო, აი გაგრას დედაენაში უყურებდი, რავი, მოგვწდნენ ქართველები, იქ რამოდენიმე დაეცა რა დამარცხების მერე მართლა რაღაცა ბევრიედოთ? ბევრი არ ვიყავით, იმიტომ რომ ბევრი გაბეთეს თუ რატო დაეცნე? არა, დადებული არ ვიცი, რავი, შეიძლება ქონდა ვიღაც, მაგრამ ნუ აი გულით ვინც გულ შემატკივრობდით, დილის 5-6 საათი იყო მე მგონი სწორად მახსოვს და ნუ აი მოვკვდი რა, მესამე რაუნდის მერე აი სუდად ვიყავით ვაფშე, თქვენ როგორ გადაიტანეთ, აი ეგ ამბავი რა. მე მაგალითად და რა თქმა უნდა როგორც ყველას მაგრად მეწყინა და მე და ილია არ მეგობრობთ ვიცნობთ ერთმანეთს რა ხვდები ხა ის იქ ცხოვრობს მე შორს ცხოვრობ ხვდები ისეს ანუ არ მოგწევია ხშირი გადაკვეთა და ანუ სამწუხაროდ ხო ვერ მეგობრობთ რა ერთხელ შეხვდით ერთმანეთს და ჩავხვდეთ ერთმანეთს რა თქმა უნდა მაგრამ ხვდები ხა მეგობრობა და ახლობლობა ანუ სხვანაირი რაღაცებით იზომება და ძალიან მეწყინა ანუ ის ღამე ფიქრებში ისე ვიყავი რომ აი ვერ დავიძნე დიდი ხანი რომ ანუ ხვდები მაინც მეფიქრებოდა ეს ან თან ზიანი მიიღო ბიჭმა და ანუ ძალიან სერიოზული და თან ილია რო ბრძოლობს ხოლმე ანუ სიამოვნოს იმიტომ რომ ძალიან მაგარი ტიპია კეიჯის გარეთ რო იკეტება უნდა დაიჭირო რა ბავარია და უყურო რა არა ხო არა ლამაზ ანახავებრივი ჩხუბი ის რაღაც ყველაფერი მაგა დასწორეს მაგალითად მე იმაზე ვინერვიულე რომ ეთყობოდა რომ რაღაცა პრობლემა ქონდა ხედველობასთან და ალექსანდრეც გაჩერებას აპირებდა მაგრამ ხვდები ხა ილია მეხუთე რაუნდსაც იბრძოლებდა და ის არ მინდოდა რომ აი მეოთხე რაუნდში რო გაუშვეს თუნდაც რა ხა მე რო იყოფილიყავი და რამე შემეძლებოდა ჩემზე ყოფილიყო ანუ მეოთხე რაუნდში გავუშვებდი ხო აღარ გავუშვებდი იმიტომ რომ სულ 10 რაუნდი ყოფილიყო და უარესი ჯვარიწერია უარესი რომ მოხდარიყო გააგზელებდა და დარწმუნებული ვარ მოკვდებოდა იქ და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა რა ანუ მიიყვანდა შეიძლება წააგება თუ მოიგებდა მაგაზე არ ვსაუბრობ რა მიიყვანდა რა და აი მეოთხე რაუნდი რო გააგზელებინას უკვე ისე ვიყავი რომ აი ნერვიულობდი რომ არ მინდოდა რომ
ალბათ მეორე იყო გადამწყვეტი არა არ ფიქრობ ეგრე რომ ის ერთი მეორეში რო ვერ ქნა არა პირველი რაუნდში არ იყო რაღაც ერთი ცუდი ის რო გაატარა მან დაიძა ეგ ხო თვალი რო დაუსვია მაგრამ მე გულისხმობ რომ მეორეში აი მეორეში უნდა დაემთავრებინათ მაგას გულს ხო იქ ხო ბევრი თემა იყო რომ იქ უნდა დაემთავრებინა რაღაც შენ ის რა გამაინტერესებდა რა შენ რას ფიქრობ როგორი ის არის რა ქვია ეგეთ ესე დაუმარცხებელი რო ხარა ვაფშე რა და ეგრე რო ჩხუბობ რაღაც მე აღდგენა რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის და როგორი ის არის რა მენტალურად ძალიან ცუდია ალბათ რა რო იცი რომ მოსაგება შედი რამდენჯერ არის გალია შესული ყოველთვის იგებს ისე გამოდის რა და მე წაგებული რო გამოდიხარ ალბათ ძალიან ისია რა ძალიან გერხევა და შენთვის როგორია როგორც ბრძოლისთვის რომ რაღაც ეგეთი რომ მოგდის მე დაკამბექება იქიდან მანდა შორის და პირველი ბრძოლა რომ ჩავატარე ბელატორში და წავაგე დაუმარცხებელი ვიყავ 9-2-ზე მქონდა ყველა ფინიში და რა ჯერ ორი დღე ხავტიროდი მაგის მერე და მე სიზმრებში აი კოშმარები და ძალიან ისე ცუდად ვიყავი მაგრამ რაღაცა პატარა სიბნელი არ შემოსულა ჩემში რომელიც იმ მიზნებს რის გამოც დავიწყე ბრძოლა და რის გამოც ბრძოლობდი იმ მიზნებისგან მიმავალი გზიდან გადამახვევინებდა პირიქით სამჯერ დავუმარცხდა ყველა მარცხის დროს ხვდებოდი და უფრო მჯეროდა რომ ჩემპიონი აუცილებლად გავხდებოდა ჩემ მიზნებს აუცილებლად მივაღწევდი რა ძალიან ძნელია აი რაც შავი მასში ხარ ან მართლა ძალიან ძნელია და მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია შენ რამდენად მენტალურად ძლიერი ხარ და შენი სრულები რამდენად ძლიერია და ერთ-ერთი კიდე მნიშვნელოვანი კიდე ოჯახი და შენ გარშემოყოფები რა ენერგიას გაძლევენ და მადლობა ღმერთს მენტალურად კარგად ვარ და ჩემს გარშემო ყოველთვის სწორი ხალხი იყო და არიან დღემდე. ილიასთვის ხა ძალიან ძიმე პერიოდია, თან ხვდები ამ ხელა მე 9-2-ზე ვიყავი და პირველი ბრძოლა დებიუტი წავაგე ბელატორში და ილიამ ამ ხელა უკვე ამდენ ერთი კამარი მოიგო, მეორე მოიგო. დაცვა ქონდა თეთრსახში და ხვდები იმისთვის უფრო ისე ძნელი იქნება გადატანა ჩემი აზრით, მაგრამ მე ილიაში ვხედავ ჩემპიონისთვისებებს და მგონია და მსურს რომ ეს ყველაფერი გადალახოს და ერთ ვიტყოდი რომ კაი იქნება ჩემი აზრით თუ მალევე არ დაბრუნდება იმიტომ რომ წააგებ გრევე დაბრუნება გინდა რომ აი მე ერთ კვირაში კიდე იბრუნო რა შეიძლება მალე ხო რომ ეს დიდება დაიბრუნო რა სისხლი გწუხო თუ ისე წააგებ რაღაცა შემთხვევით და ხვდები რაღაცა ისე წააგებ რა ზიანს არ მეიღებ დაბრუნდი როცა გინდა ოღონდ მინუსებს რო გაანალიზებ მაგრამ ხელიანო დაზიანება მიიღო როგორც უცი ცხვირი და ორბიტალური ორივე ძვალი გაბზარული წანატეხები ქონია მე ვისურვებდი და ანუ ურჩევდი ახლა მან თვითონ კარგად იცის მაგრამ ანუ ჩემი განმოსახეთიდან არ ვიჩქარებდი მის ადგილზე ატრავმას მოვიშუშებდი და რაც ყველაზე მთავარია იმ ფიქრებს დავარეგულირებდი რომელიც შენში ფორი აქვს და მაღელობას და აი რაღაცა სივა და აღარ იღებ გადაწყვეტილებას. ანუ მორალურად დამშვიდეს იმ კუთხით რომ მაქსიმალურად მზად იყოს ბრძოლისთვის. აი წყალი რო აიმხრევა და ის ეს და რო დამშვიდება. მე ანუ მაგას გულისხმობ რა. აი ზუსტად ეხა გამეორებაზე ბრძოლის არსვავს ეთყობა ბიჭო თორე დამშვიდებას რა უნდა. ილიას წითელი ღვინო რო უყარს. მართლა? მე ეს რამე ის გაქვს რა. წითელი ღვინო გასაგებასება. რა ეხა გემონების სპორტაშორის მაგითო წააგო რომ თეთრი მშრალი ქონდათ თეთრსახში და თეთრი მაგითო თეთრი მშრალი ილიას დაბრუნებას და ილიას შენ რას ფიქრობ? წარმატებას ველოდებით ყველა და არა მოიჭველია. გიორგი შენ რას ფიქრობ? რამდენი ჩხუბის მერე მოგიწევს? რამე ისეთი რომ რაღაც კამარზე გახვიდე ან რაღაც ან როგორი გეგმები მაგასთან დაკავშირებით. ყველა რთული კითხვა კი არა. ბიჭო, რთული არის, მაგრამ მოდი ჩემი ისო გითხრა ხო, ჩემი კაი ვარიანტები რო გითხრა. ხო. საუკეთესო წარმოგიდგენია. ეხა ერთი რო ვიბრძოლო ამ წელს რა, სექტემბერში მინდა. და მე მეორე რო იანვარში, პირველივე თვეში წლის დასაწყისში. ეხა მეორე ბრძოლა რომ მოვიგო სექტემბერში. მეორე ბრძოლა მექნა მოგებული. თან თუ ესე მოვიგებ დადუკეთეს. აუ სექტემბერში ჩემ დაბადების დღეს თუ დაიმთხევო ბრძოლა. როდის გაქითხარი და დაურეკავი. 29 სექტემბერს. დანა 29-ში და ისწორება იცი? სოტნეს დაბადების დღეზე რამე ისეთი რაღაცა აი. სოტნე რო იქიდან დაიძახო. ძალიან დიდი მოთხოვრები მაქვს ხა. დაურეკავ და ვეტყვი დანავაიც. და მე შემდეგ წელში თუ დავინახე ეს ერთ კალენდრულ წელში ბრძოლა და 4 ბრძოლა ჩავატარო. იანვარში დრო დავიწყე 4 ბრძოლა რო ჩავატარო უკვე და 6 მოგებია იმ ბრძოლა ალბათ მე 7 უკვე ბევრი არ არის 4 ერთ წელს არა არა
შენ კლება რამდენი წამიანები იქნება ყველა არ არის ბერა. ბევრს ვიკლებდი ხონ, მაგრამ ეხა 11 კილოზე მეც აღარ ვიმეტებ, იმიტომ რომ მაგის გამო ზუსტად რომ აქტიური დავრჩე და ძიმე წონის კლებები არ მქონდეს. და მაქსიმალურად ისე იყო, ხო, დაბალანსებულად. ხო. წარმატებებს გისურვებ. როგორ მისურვებ წარმატებებს? ლუდი დამახვედრი აქ და წონა. ეს ვინ დაგისხა? ლალი. რაშია საქმე არბის? მე სულ ეგრე სულ სვავ, ჭამაც მიყვარს, მაც მიყვარს ძალიან და ვარჯიშიც მიყვარს. და ნახე რა ფორმაშია. ბიჭო, მე შვენიერ ფორმაში. შვენიერი. რასაც შენ ხომ მოგწონს შენი თავი? აი გაჩერე. არა. ცოტა ნაკლებს ვისურვებდი წონაში, მაგრამ ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან და პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია. გიორგი, ეგეც არა, მე მაგრად მევასება დალევა ეხლა. რამე რო იყოს, რომ სპორტული კარიერა თუ დალევას არ შეიძლება. მოდ დალევაზე ალკოჰოლი გეიქნება, დიახ. შენ როგორ ახარ მაგამოვში? ალბათ, ნუ აი ხა გასაგებია წონის კლების დროს და დიეტა და ვარჯიში, ვარჯიში. სწორიკობა. სწორიკო, ხო, დიეტაზე არ ვარ. და 1000 დიეტა რო იყო ხოლმე, გახსოვს ადრე, პასტა ფურცელთა დადიოდნენ რომ ჩამოწერდნენ ხოლმე. უგულავას დიეტა და რაღაცა იყო ხოლმე. კვერცხი მოხარშული უნდა იყოს 3 წუთის და ოღონდ უგული უნდა ამოაცალო და რაღაცა. ეგრე არ ვარ. ზოგადად ეხა მეც როგორც ლოთი ისე ვარ ცნობილი ქართველებისთვის. ნუ ვინც გვიყურებს. მაგრამ არასდროს არ ვამბობ რომ ჩემპიონი არის. ოღონდ დაუმარცხებელი ჩემპიონი არის დალევა. დაბლ ჩემპიონი არის. ლუდევსის ჩემპიონი. ხო და არასდროს არ მithქვამს ეს კაი. არასდროს არ მithქვამს რომ დალევა არის კარგი და არ იქა ყველამ დალიეთ. უბრალოდ ნუ უნდა იცოდე, დალევაც უნდა იცოდე ადამიანი. არა, თუ ჭედავ, თუ ხარ პათოლოგი, თუ საკუთარ ცხოვრებას ისპობ დალევის გამო არ უნდა დალიო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ სიამოვნებას იღებ და შეგიძლია რომ ასიამოვნოს სხვასაც და ისიამოვნოს შენს ამ დალევით გაგიმარჯოთ ღმერთი შენ ეხა ჩხუბი არა გაგზავნა 18 პლუს უნდა იყოს ქუჩაში? ხო ქუჩაში რა ვიჩხუბ ვაფშე ვისგან რა ეხა მე რო ვიჩხუბო ქუჩაში მე რო ვიჩხუბო ქუჩაში კაცშვილი ხმას არ გამცემს ანუ არავის არაფერს არ დაუშავებ ისეც არაფერს შენ რო ვიჩხუბო შეიძლება ერთი რავი ხო მაგრამ ეხა მე თვითონ არ მინდა გარეჩხუბი რა ამერიკაში როგორ არის მაგის ამბავი რისი ამბავი კაი კლუბები დვიჟენია დალევა გართობა როდის დავაწვეთ როდის აუ რა მოსაწვევს გამომიგზავნი მოსაწვევს გამომიგზავნი ადაშთან ვეგასში ვცხოვრობ ყოველთვის გეხო 29-ში ჩარნიშნე ჩხუბი და წაიყვანე მე წაყვანი თუ წავიყვან მაგრამ შენ თუ წამოიყვან უკან ამას არა იქ შეიძლება დაურჩე რამე ის იქნება რა ქვია ადრე ხო იყო ხოლმე ის რა ქვია UFC-ში სასაცილო ჩხუბი იყო ძალიან დიდი ტიპი რო იყო და ვიღაც ძალიან გამხდარი ჩხუბობდა ხოლმე და შეაგდეთ ვინმეს გაალახინეთ ყველას წემდა ხოლმე ყველას წემდნენ ხოლმე ადრე მომწონდა ძალიან ვერ მივხვდი რა მოგა აუ კაი არაფერი დაიკიდა მოჭერი ადრე მევასებოდა ხოლმე მაგრად ის რა ქვია ადრე ხო რაუნდები არ იყო ხოლმე კი და ერთი საღამო რო იყო ხოლმე ჩხუბები და რაღაცაები მაგრამ ტრენერი ხა ქართული თავი ტრენერს 2000-იან წლებში ჩხუბობდა და ნახევარი საათი იყო ხოლმე ჩხუბი და ბოლოს ხან ერთმანეთს ვეყუდებოდით და ხან მე ვისვენებდი ხან ის ისვენებდა რა ანუ წარმოვიდგინე ნახევარი საათი დამავიწყდა ბიჭო რა ერქვა ბოი ბესპრავილაზე იძახი? კინგბოს ლაინზე იძახი. ჰიტლერი. ულაშიანი. სხვა. სტალინი. Don't fry. ვერ გავიხსენებ. ხო, პრედატორი. Don't fry. აუ, მაგ ტიპზე რო кайფობ რა, მაგრად მევასება. აი ეგ რო ყვება ხოლმე რაღაც ისტორიას და მე ჩხუბიც რო მაგ ხოლმე ნახე რაღაც მთელი საღამო რო ჩხუბობდნენ რაღაც 5 გამოსვლა რო ქონდა. აა სხვათა შორის რაღაცებს რო უყურე, მაგ დროს 3 წუთი 4 წუთი იყო ხოლმე საშუალო ჩხუბის გაგზელების. თავს არ იცავდნენ სახეში 3 წუთი. ხო, ანუ ძალიან ისეთი იყო რა, რო იცოდნენ შერესთან რო დრო არ ჩერდებოდა არსად, შესვენებას გასვლის პონტი არ ქონდა, რაღაც ვაფშე სხვანაირად მიდიოდა ხოლმე ჩხუბი. ხო, მე რო ნახევარი საათი 1 საათი მოვიჩხუბო, მაქსიმუმ ნახე უცბად იქნება მოუგო, და მე ხო ცოტა რაღაც სტრატეგია ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ის არის რა დღეს რა ადრე ვაფშე ხო ბიზნესი იყო ხოლმე თან ხშირად ჩხუბობდნენ ძალიან ხო შეიძლება შემდეგ კვირაში დავა ისე და მაშინ ანტიდოპინგური სამსახურიც არისო მართლა ხო რა იაპონიაში ჩადიოდნენ ხოლმე იქ ოხუი რაც გინდა გაიკეთე იყო ხო რა ეგრე იყო რა და თან უკეთებდნენ რაღაცა საშინელებებს რაც იმ მომენტში შეიძლება კაი იყოს მაგრამ მე წლების მერე ხდება ჯანმრთელობას ვნებდა. აუ ის ვიდეო რო სახეში რო ურთხეს ერთმანეთს. ხო, ეგ იყო. ხო და იდეაში მან გაკეთებული ზღვარავს რაღაცა რავი როგორ არ გაიჩი. მეც დაიღო კონექტები. აუ სხვა რაღაცა იყო კომაში კი არა და ჩავარდნილი იყო ლოგინად. ეგ მე მაგ ჩხუბის მე
ხო ჩხუბობდა მე wrestling-ში წავიდა წავიდა wrestling-ში აა და wrestling-ის დროს რაღაც ილეთის დროს მოვიდა რაღაც და მაგითო ხო ჩავარდა ჩავარდილი იყო ლოგინო ხო მე იმის გემო wrestling-ი ჩხუბის დროს ანუ ეგრე როგორ უნდა უთხრა ერთმანეთს რომ არ გაითიშო რავი რაღაცა მიღებული გაქვს უეჭვი ხო არა მაგათ არ ვიცი მაგათ შეიძლება არა მაგათ აი რავი აი გეუბნები რომ მიღებული ხონდა ხო რა ანუ შეუძლებელია რავი ეგრე რო გირტყან სახეში გაითიშები რა სხვათა შორის ვიზას გონია ხოლმე რომ რამე აქვს მიღებული მერაბდვალიშვილია კიდე იმიტომ რომ აღება ადამიანი არასოდეს ცხოვრებაში მერაბიზე რას ფიქრობ რამენად აქვს შანსი რომ წელს დაიბრუნოს კამარი და იანი გაუწელოს თუ არა ანუ ისევ რამე სპორტის სამსახური იმდენჯერ ამოსულ აი ერთი დაყვება შეიძლება მისა მერაბისადმიზე რო იყო ოთახს მივცემდი სახში და დარჩია და ყველა დღე შემამოწმდა საინტერესოა ისე თუ მოუფსია ზოგადად ბოლო დროს მერაბის რომ არ შეუძლებია უნიტაზში თუ ჩაუფსია არა ხო იმიტადის უეჭველი ერკოლი გაერთებულია უნიტაზი ზოგადად პირდაპირ ეს ხომი შენ შემოდის თან და გიყურებს რა დაჟე რომ არ მოიტყო პროცესში აა ясно გიყურებს აუ რა საშინელებაა ხო და როგორ ფიქრობ რა ამბავია იმაზე ჩემი კამრის ამბავზე რას ფიქრობ UFC და მერაბიც გარანტირებულია მერაბის შემდეგი ბრძოლა კამარზე იქნება ხო მაგრამ ანუ წელს იქნება თუ გაწევს მერაბიც და UFC-ც ელოდება პიტერ იანს და ის ხა ხვდები მაქსიმალურად ცდილობს რომ მერაბისთან ჩემი აზრით არის ბრძოლოს და ეს მაქსიმალურად წერილავს დროს უკვე ჩემპიონია ხვდები საკაიფოდ არის და იქნება და მერაბი დაიღალოს ოდინა იქნება და სხვასთან იჩხუბოს და ხვდები უკვე ნაკლები შანსი კონდეს მერაბთან ჩხუბის რა ანუ მაგ ჩხუბის მოხდენის და მაგრამ ჩემი აზრით არაცდება იანს მეგბრძოლა და ოქტომბერში სავარაუდოდ ან ნოემბერში ან ხვდებით იქამდე კიდე დიდი დრო არის ხო არ გონია მერაბისგან სხვასთან უნდა შეხვდები ხო უეჭველი კამარზე უნდა შანსია რაღაცა საუბარი გავიგე იმაზე რომ რაღაცა რუსეთში ბრძოლაზე მიდის საუბარიო თუ რაღაცა მსგავსიო და რამდენად წავა UFC-ში არ ამხრივ ნუ ზოგადად რუსეთში ბრძოლა ეხ ქართველისთვის არა ეხა ანუ ძალიან ის არის და თან ამ ეტაპზე როგორი სიტუაციაც არის ცოტა UFC-სთვისაც ანტირეკლამაა და რა ვიცი არა აი ეხა რთული მომენტია რა ესეთი შენ UFC მებრძოლი რო იყო რა UFC მებრძოლი ხარ და უკვე ერთი ბრძოლა ან ჩემპიონი უნდა გახდე ხო და უცბად UFC იყიდა რუსეთმა ხო წახვალ ორგანიზაციიდან მე კი შენას დაკარგა ვეღარ კიდია როგითხან რომ მე კი როგითხან რომ ლუდი რუსულია და აღარ მოდალიო აღარ დალეო რუსულს არა ვაფშე ლუდი რუსულია და აღარ მოდალიო არ არის რუსული არა წარმოიდგინე რომ არის რა არ დაულ არა გურცველად გიპასუხე უარს ვიტყვი ჩემი ქვეყნისთვის ცუდი ვისაც გაუკეთებია ხო პროსტა არავინ არ მევასება მე რა ყველასკენ გაუშვე ცუდი მე არ გამკითხავ კაცო არავის მაგ მაკოთხით არ ვამბობ ჩემი ქვეყნის ცუდს გააკეთებს ან გაუკეთებია არავინ არ მევასება ვაფშე რა მაგრამ რაც არის რაღაცეები რაც ერთმანეთს არ კვეთავს მაგალითად რა აი ხა მერაბს ჩატარებული აქვს ბრძოლა რუსეთში კი ხო და კაც ჩემპიონი გახდა და ესე გვასახელა ყველა ეხ მე როგორც მისი მეგობარი და ახლო მეგობარი ძალიან მომაყოფ რაც მას გაუკეთებია და არ ვფიქრობ რომ რაღაცა ცუდია გაკეთებული რომ რუსეთში იბრძოლა რა და კაც იმის მერე ჩემპიონი გახდა ამდენჯერ დაიცვა და სოფლიო რუკაზე ესეთი დროშა დაასვეს თუნდაც ილიამ და მერაბმა ხო აი ხო ხტები რაღაც მომენტში კი ეხავს რაღაცეები რა ეხ შენ როგორც იცი რა რუსეთი და რაღაც რა მაგრამ სპორტია და ხო ხტები არის რაღაცა მე მგონია რა ხო ახლა მე არ ვარ ის ტიპი რომელიც ამბობს რომ არ შეიძლება მაგის გაკეთება ან ვინმეს ზე ვიტყვი რომ აუ ეგ როგორ არავითარ შემთხვევაში კაცო მე ვარ ადამიანი რომელიც რუსეთში გაიზარდა ხო ხტები ანუ მე რუსული კულტურა იმდენად კარგად ვიცი რადონეზეც ბევრმა არიცის ჩვენმა მაყურებელმა მე მაგალითად ან თუნდაც ხო აქ ყოფ უბრალოდ UFC-სგან მაქვს წენა რომ აი
მაგას ვეთქვა. აი ხა იმ ჯგუფზე რომ დაურეკა 29. რო რუსეთში არ უნდა ჩაატარონ ბიჭო თანას რო უთქიხვეწ. იმიტომ რომ ბიჭო არ გონდი შეიძლება ჩემი აზრით. შენ ხო შენი აზრი გამოთქვი დღეს რომ სკროლით გამოხვედი წვიმაში შეჩება და დაასრულდი და მოგეწრა კარგად. არა არც მეგობრები კაცო UFC რაიმე კუთხით გამithვალისწინებს, მაგრამ ეგ არის უბრალოდ ყველა აი უბრალოდ გაყიდვა არის სპორტის რა. როგორც გაიყიდა ოლიმპიადა სოჩიში, როგორც გაიყიდა მსოფლიო ჩემპიონატი, აი უბრალოდ სპორტი იყიდება და ეგ არის ეგ ტეხავს რა, მაგაზე მოგსაუბარი თორე. იმაზე კი არ მოგსაუბარი რომ სწორია თან მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც ომი მიდის პროცესშია და რაღაცა რა. მე დანას ნომერი არ გააქვს. ეხლა გათენდა იქ და ბიჭო ეხლა просто ვერ ვეთქვი. რომ მივწეროთ. რო გაიღვიძებს ნახავს და რამე შეცვლის მე. UFC-ზე ვარ ნაწყინიცა. მიქნები თქვენ. აი გვიანიძინებს ხოლმე ბლექჯეკ თამაშობს რა, თან კვირა იყო და ვიშინ და. რაღაცას უყურე ხო ის რა ქვია. დანავაითი რო ბაზრობდა. სასტო ის რა ქვია, დამირეკესო და სადღაც სასტუმროში რო ყომარობდა რა. 100,000 მეკონა წავაგეო და რამდენიმე მილიონი რო წააგო რა. ხო, რა ჯიგარია ჩემი. მაგაზე არ ხარდაწყენი? რუსეთზე კი აღიდის მაშინ. ცოტა რომ გავუკონტროლო შეჩემე, თორე არ შეიძლება ძალიან აიშვა მაგ ბიჭმა. რაშია ის პრობლემაა? ასე რო გეცირებათ ყველას მაგაზე მანდ. ეხა აი რუსეთში ჩატარდეს და კრემლში რო გათიშოს მერაბმა პეტრიან. არის არ გისტორდება? ძალიან ვისიამოვნებ. აღარ იქნები ნაწილი. არ არის ნაწილი იოს. არა. არა, ნახე. ერთზა. თვითონ ფაქტი რომ მერაბ დვალიშვილი პეტრიანს გათიშავს სადმე. უკვე საკმარისია. კრემლში რო ტარდება UFC და ეს არის რეკლამა. შენ მაგაზე ხარ ნაწილი. მე დარწმუნებული ვარ როგორც თეთრ სახლში მოხდა ეგ ყველაფერი. ამერიკის რეკლამები და რაღაცები და იქ არწივი და ჩაწყობილი იყო მაგი ბიძი. თეთრ წითელი დროშები და რაღაცები ფრიალებდა. ანალოგიური მოხდება კრემლში. იმას ფეხის გულები არ შეუძლებს. აი ესეთი უნდა ქონოდა. UFC ანალოგიურად აშვენებს ამ რუსულ პროპაგანდას რა და მაგის წინააღმდეგი იყო. რუსულ პროპაგანდას მე თორე ის მაგრამ კიდე ხალიყური რატო გაქვთ ხოლმე ის რა ქვია უფრო დაზიანებული ვიდრე მეორე. მარჯვენა უფრო. პირველი გამიტყდა ეს. ხო. აქედა არის. ხო, პირველი გამიტყდა ეს. მე კუდი დაიხურე. ვიცოდი რომ სისხლი ანუ ეს რო დგება, ხო იცი ხტილი რო დგება რაღაცა სითხია და სისხლი. და ეგ მე მაგრდება. უნდა ამოიღო ეს და სისხლი. ჩოლო ინსულინის ნემს. მე არ ვიცოდი მაშინ, უნდა ვიცოდი რომ პროსტა სისხლი უნდა ამოიღო ნემსი და 8 მილიგრამიანი ნემსი მქონდა. წარმოიდგინე ამ ხელად ის რო აქ რა წვეთი. აი ცოტას ვიღებდი, აი ლამის ყური გავუხვიდე და ნუ მოკლედ მაშინ არ ვიცოდი როგორ მომეარა და იმის მერე ეს ყური კიდე 10 ჯერ გამიტყდა და 10 ჯერ ესეც გამტყდარი მაქვს, მაგრამ მე უკვე ინსულინის ნემსი ვიღებდი ხოლმე თავიდან ბოლომდან, ბევრჯერ უნდა ამოიღო ხშირად, შეიძლება ყოველდღე ან 2 დღეში. ამაზე არ გეტყობა. ხო, ეს გაიყურიგა, კი ის არ ვარგა. მარჯვენა ის ადგილზეა რა. ჰა? ცხვირი ადგილზეა. არა, ცხვირიც ხო? ცხვირი არა. მე უფრო მოღუნული ცხვირი მაქვს აშკარად, ვიდრე შენ. მგონი არა, აბა ცოტა მაქვს. არა, მე ერთხელ მომწყდა და მე გავისწორე, ჩემი ჩავისვი ეგრევე. და მაგითო დავისწორე. მაგ დავინახე მოღუნული იყო შეჩემა და გავიჭერე. აკაშორის რო იმ მომენტში რო გაგეღუნება და იმ მომენტში რო გაასწორებ, რატომღაც ცხელია და ერთხელ მეც გავიწყო. ის არის, რა ქვია, ადრენალინი გაწვება და რო იმასკენ დიდად არ მეტკინა რა. არის ის ჩემ ადრენალინი რო აწვება. ეხა შენზე წინება იცოდე. შენზე წინება იცოდე. აუ. ხო გახსოვს. ღვიძლში რო უნდა დაარტყა დღეს ხო გახსოვს. ხო 30% კი არა, აი 100% რო ხიო რა. ღვიძლი არა ბიკე. პირიდან რო ამოვა. ძმაო. მინდა. აუ გუნდი შეიგრევე ფუსო გახდა. თვითონ თქვა რომ არ მიწეღან უთხარო ჯერ მე მეთქი და არაო. სხვათა შორის აი თითქმის ყველა პროექტს უყურებ იუთუბერების რა. მართლა? ხო იქიდან რა პოდკასტებს და რაღაცებს, სოსოს. ჩვენს გარდა. საეჭო კაც. თქვენ სხვა პროექტებსაც გვაკეთებთ ხოლმე? კი, არა, გვაქვს ეხაც ხო იქ. ჩვენ ანუ მეორე არხაზე. ხო, სადაც ძირითადი ის რო არის ხოლმე. ეს გვაქვს მეორე. გასასწრებული შოუ ალბათ? სტენდაპს რო აკეთებთ ხოლმე. გასასწრებული შოუ, ხო, ცაცხლასაც ხადავენ ხოლმე ეს. ეგ არის. მაგაზე მე ვერთობი ძალიან.
VIP ამგვარია დასალევი ვიდეოს წინ და როცა მინდა რაზეც მინდა кайფობენ ბიჭები ასე რომ ჩემი ის არის რა ქვია ძალიან YouTube-ში შეიძლება ვარ ხოლმე რა ძალიან სასიამოვნოა და მოხვალ გასწლებულზე ეს თუ რაღაც როგორ ანუ რა უნდა გავაკეთო მოვა არაფერი უნდა მოხვიდე და იხუმრო დავაყა მაგრამ საგანა იყო ის შეიძლება რომ აი გამოხვიდე რაღაც ხუმრობა თქვა და არა არ გაეცინა დარბაზში ვაფშე აი როგორი სიჩუმე იყოს სი რომ აი ესე ხარ მე ესე გავაკეთებ აი ეს დავიმახსოვრე ვიც არ გაიც შეზე უეჭველი სიცილები იქნება მაშინ არა ეხა მოშლით მოვალ და იქ დავждები უყურებ ისე კი რაზეა საუბარი ჩათვალე დაპატიჟებული ხარ ესე იგი ჩვენ გვაქვს შენთან ბლიცი ეხა უცებ მე ჩამოგითვლი რაღაც სპორტებს და შენ უნდა თქვა ამ სპორტიდან გოუთი ვინ არის შენთვის ოკეი სოფლიო მასშტაბით ხო ვინც გინდა შენი გოუთი ფორმულა 1 მაქს ვერსტაპენი მევასება მე მართლა ვარ ველოდებოდი ცოტათი მეწყინა შენ სიტყვანი შუმახერს აუცილებლად რო გავიზარდე იმდენად ეს მესმოდა შუმახერი ანუ პირველი მეც თავში ეგ მომივიდა მაგრამ შუმახერი ჩემთვის მაგარი გახდა იმიტომ რომ მესმოდა განა იმიტომ რომ ხედავდი რა საგანეშა რა შენთვის ხო ამას უყურებ ჩამესმოდა უფრო ვიდრე მე ამას ისა უწყეს თავისი დადის მანქანა და ფეხბურთი მე ყველას ძალიან ზლატანი მევასება ზლატანი ვა განუ ისე რა ტიპი ხო მაგრამ მივხვდი ახლა აი მაგაზე მაგარი ფეხბურთელებიც არის მე ყომარობს ოფში ხო არა მე მეც მაგრამ მევასა ზლატანი ძალიან მევასა აი ზლატანზე მაგარი ფეხბურთელებიც არის რა მესი და რონალდო თუნდაც რა მაგრამ აი მე ხარ რომ მეკითხებენ მესი თუ რონალდოს ვეძახი რა და აი ისე სკოლაში დავდიოდი მაშინ და ფეხბურთზეც დავდიოდი როცა რონალდო იყო და მესი რა და ერთ-ერთი უნდა ამოგერჩია და ვიჩევდი ხოლმე რონალდოს რა და მე ხო და ეხლა რო უყურებ და რაღაც ესე უფრო მევასება ზლატანი კალათბურთი ჯორდანი დავით ახმეტ უკვე ერთმანეთს ჩოგბურთი ჯოკოვიჩი მანდას დავით ახმეტ ერთმანეთს თავისუფალი ჭიდაობა აქამდე ხო 1-2 გვარი ვარდებოდა რომელიც უნდა ეხლა ძალიან ბევრი გვარია მოვარდა ხო ეგრევე ძალიან ბევრი გვარია ხო ანუ უცხოელი და ქართველიც რა მე სანამ იტყვე მე ბაბუაჩემი მაგარი მოჭიდავე იყო ვინ ბაბუაჩემი ეხა მეგობრები მყავს მოჭიდავებიან კენჭაძე და მაჭარაშვილი ან ძალიან მაგრები არიან მაგრამ ისე თუ რაღაც გოუთი უნდა თქვა თედიაშვილს ვიტყვი ძიუდო ლაშავეკა ბაბუაჩემი ორივე ზადიოდა კრივი აი კრივზე არ ვული კრივი როგორც მოკრივე ტაისონი, მაგრამ როგორც მოკრივე და პიროვნება მუჰამედ ალი. მანდაც მე ფიური მევასება მაგრად. ფიური? ყველაზე დეგენერატები რატო გევასება ხოლმე? ის რა ქვია, კანი, ფიური, შეჩემო, ორი დეგენერატი, რომელსაც ნერვები აქვს. მასხარა სადღაც რა. ბიჭო, იქაც რა ქვია, ახლა კალათბურთს მაგალითად რატომ დღეს რატომ მოიწყდება ყველა გვარი. იოკიჩი მევასება მაგალითად რომ მკითხოს კალათბურთი მიგესო იოკიჩი, აი კაი ხო მეკითხოს. რაგბი? რაგბში მაგალითად ესე კარგი არ ვარ. არა, არის რომ კარგად. თუ ანუ ქართველი არა ქართველი მახსენდება გორგოძე ხო. დარწმუნებული იყო მაგას ეხლა და მეც გორგოძე შემეომია მართლა. მე ორი მყავს ხოლმე მან რა ბუკა მევასება მაგრამ ვინ? ბუკა მე ის რა გოგი გვარი რო გაიხსენე მაგრა გევასება. აი ის მევასება რა. პირველი ფანი ხარ შენ? გადაობა ის არის ძილზე სტუმრად ყავდა. კი. გვარებში იმინა ბიზნეს. მაგრამ ჭადრაკი? ნონა გაფრინდა. და MMA. ანდერსონ სილვა. და ანდერსონ სილვა? ვა. დასტინ პორიე რა. დასტინ პორიე? ისე ალბათ. პროცესი ვიღავთ რა ესე. აუ სილვა. პროცესი თქვი და ბოდიში. მეგი გაპატიე, ამოჭრა არ გაპატიე. დამიტოვე რომ მე გასაბრალებელი ვქონდა. ანდერსონ სილვა რატომ მევასება იცი? აი რაღაცნაირი ბინძური ნოკაუტები ქონდა რა. აი მაგის ნოკაუტი გაქნა ნახე იდაყვეთროდი შავს. აი პროსტა ჯერ ეგ რომ მოიფიქრო. თავში გაგიეროს და მე გააკეთო. და თან გამოგივიდეს და დაასრულო რა. ნუ ძალიან გავს ისიც. ადესანია მევასება ალბათ. ადესანია უფრო რაღაცა აი
მარტივად ისა რა პროგნოზირებადი ტიპი არა ის გოუთი არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი ანდერსონ სილვა უფრო ის რა და ჩემი საყვარელი მოჭხოვარებაში ყველაზე ძალიან მაგრიც მევასებოდა ბროკ ლესნარი მევასებოდა ყოველს ბროკ ლესნარი რატო გევასებოდა აუ რავი მაგრად მევასებოდა ბიჭო რაღაცა კაი ტიპი იყო ჩემთვის რა აი ხთან ეხა კვადრაჭყობობდა შედარებით რა და ძალიან მევასებოდა ეს ფერმერი ჩუვაკი გამოდიოდა ჯერ იქ ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა ჯერ მე რესლინგში წავიდა და მე UFC-ში მოვიდა და ჩემპიონი გახდა რამოდენიმე ჯგუფში რა და მაგრად მევასებოდა მე განახებთ ახლა UFC-ს მებრძოლების ბავშვობის ფოტოებს და თქონა გამოიცნოთ ვინ არის ამ გასაბაზე არის გამიხსენე უფრო კარგად გამოვიცნობ არასწორ გამოცნობაზე სვამთ ალკოსბერგიდან გადმოსავალს ლეონი აი ამიქენი ეს თქვენ ბიჭებო უეჭველი და თუ ლეონი მე რა ლუც მოწრობ მაგიდაზე გედოთ ხელი აი მას 1 2 3 გონდიშამ რო დალიოს თუ შეიძლება მე ის მაჭყუბრები ვარ თქვი ამან ის დებილა წინას აუწყოს ხოლმე ხელს და მე უყურებს ანდერსონ სილვა დალიე ვინმე ზანგი ადესანია რატო შენ სამი ვარიანტი რატო სამი შეგადალიოს ეგრე გუნდიშას ნახევარი მოგავიცი დაჟე ორი უნდა დალიო აგე ნახევარი ბოთლი დალიე დაჟე ორი უნდა დალიო 1 2 3 აი მენა ეხა იცი შენ დაარტყი ვინ არის მაგრეგორი მარტო რას გავდა ეხლა ამას ნახავს ამ გადაცემას და კიდევ შენ დამანცოდალიოს ამან GSP-ო რატონეზე არევასებოდა ჩოლკა რო აი მაგრა ის ისღებოდა ბაქჩობაში კარგად ვიყოთ შეგენაცვალე ჩემო გიორგი შვიდობიანად ასრულებულ ყოს დღევანდელი ჩემი დღე. ეხლა ნადა პატიოსანი ვიყავი, მე დავინახე მეთქი ვინც იყო და ეგ არ გამოიცნოთ თქო. 1 2 3 1 2 აი ეს ვინა ჩემ, ამას ვერ მე გამოიცნო. ვიცი ვინც არის ეს იქნება ნგანუ. შევისარო. ნგანუ უნდა მეთქვა წონაზე წონი თამაში. არა, ამა და არ, მაგრამ ნგანუ უნდა მეთქვა მე. წონაზე და უკანა ფონს რო შევხედე, აფრიკა არის აშკარა. მან აქ უკვე ბანტამოეჩი ჩუობდა აქ. ბანტამოეჩი ჩუობდა ამ დროს. რო კითხო გაჭირობაში გაიზარდა, ესეთი ფოტო მიარა მაგ. ეგეც არის. შემდეგი. და ერთსა არ მასწი დალევას და მე მაგითო ვარ. მე რა ძალიან შენ მაგ დაგატყა უეჭე. ვაუ და გაუწურო დღის ბოლომდე. ცო მიდი. 1 2 3 შენდარტყა, შენდარტყა. ილია. დიახ. მართლა. ყურით ვიცანი ხო ბოლოს. მაშინ არ ქონდა გატეხილი თო. გატეხილი არ ქონდა არა. აბა ყურით ეს ზუგა გადმოახვია. მართლა. ნახე იმენა იმას გავს თავის შვილი გავს მაგრა. ბაზარი. ილია რო უყურებს, ამას დიდი ყურია ხო. ილია ხო. მაფათი რა იქნება. ილია მაფათი. თანავაიძე გაბრაზებულია ილიაზე დიდი ყურია ხორეებს იძახის. შენ თუ ამერიკიდან ყოველ ორშაბათს იმლია პოდკასტის ჩასაწერად? შემდეგი 1 2 3 ო ილია. აუ ეხლა რა არის ეს? აი მინდა მე ისო შენდარტყი? ოიც ვინცა? კი. მე თქვა გეიჯი? ბიჭო არ ვიცი მართლა აღონ და აი გეიჯზე ცოტა ის მაქვს რა ქვია. მოიწოდე მგონია რომ რაღაცა სპექტრზეა რა. არა, აუტისტია. ხო? ცოტა აუტისტისა. ხო და იმ ბავშვს არ იტყობოდა და. კაროჩე ვინც ის რო არ ჩამოვარცებს იმას ცუდი არ მქონს არაფერი. ილიას დიდი ყური რას სულელე. ლაპარაკი გადააქვს ვარ დალიოს და მაგითო. 1 2 3 ბიჭო ეს ქარია რეაქცია კაიც მოვეგრე არ შეიძლება. იტყვი კიდე შეიძლება? არა, ვიცი არა, ბიჭო. მახაჩევი. დიახ, სწორია. მახაჩევია ეს? კი, აი ეს ძალიან საყურელი ბავშვი მახაჩევად გადაიქცა. ლენტიანი იმით არის გადაღებული შეჩემა მარტო კავკასიაში იქნება სადმე გადაღებული. არა, მე დარწმუნებული ვიყავ რომ წვერი თავიდან მექონდა მახაჩევს, მაგრამ ეს მახაჩევაც რო გაიგოს. ან ჩამოდის ხომ. არა, ისი. ილიამ თუ გაიგო, მე აღარ მაინტერესებს. ის სასწრებული მაქვს უკვე. შენ ილიას გადაიბდერი და მახაჩევს. არა, რავი, ზმაო. ალთო დრეში ხარ მე. მაგრა. UFC-ს ნაცნობი. თელი ვერსი გადაიბდერი. მე ინდუსტრია მაგრად კიდია. თელი ვერსი გადაიბდერა. არა, გულშემატკივრო რო ზმაო. შენ გულშემატკივრე ეკერვა. ერთადერთი ვარიანტი და ჩამარტი.
შენ და მერაბი დავშეთ. ერთი, სოლი გამზადე ხელი? 2, 3. გამზადე თორე ხა. მოვატყუე ყველა. არ დააჭერდით და მე დაგასხოთ. ეს მაგრეგორი იქნება. ალექსანდრე. დიახ, სწორია. ალექსანდრე თოფური მართლა. სწორია, ალექსანდრე და ილია თოფური. მაიც მას ვისროვდი. აუ, ყური გასულ. კაირო. იჩო, რა მაგარი ფოტოები, მეც ეგეთი ფოტოები მქონდა ბავშვობაში. რა, მე და შენ? მე და ოჭირე და. მართალია. მე დააჭირა, დიახ. მე просто ვსვამში. როგორ ბიჭო ეგრე ჩქარა დაჭერას რომ ის ვერ დავინო. აი, ღვიძლი რო დაგარტყავ. თქვენ აპირებდით დაჭერას, გაჩერდით და მე დაგასვით ლეონი. ბიჭო, რაღაცა თავდაჯერებულობა გაგვიწყდა. აი ამას უეჭველი ვიცი. რატო არ შემეწირო და მაინც უნდა მცემოს გადაცემის დალია. ბარემ მაკადრე. ბარემ ბოლომდე გაურისკავ. ბარემ ღირსი მიყო. ეხლა ვაფშე ისე გიქხა, ხო ბარემ და წეგარ მითხრა ბოლომდე უნდა ვეღარ გავაკონტროლებ. არის პროცენტები, რამდენად დაგარტყავს პროცენტები რომ იმათებს რაღაცა ეგეთი ისკავდი. 40-მდე ავიდა და მეგონი უკვე. ჰა 40 არა უშავს. გადარჩენას გამომორჩა. შენი მეძე ვარ. მიღალად. 1, 2, 3. სამარტები არა შეგვიოს. აზზე არ ვარ, მაგრამ იანი იყოს. ვი? იანი? ხო. იანგარი? ჰაბიბია შეჭება ის ქერა ბავშვი ჰაბიბია? წონე დალია? ის ქერა ბავშვი არის ვინც ჰაბიბა შეჭება და გაიზარდა მერე. ხაბებია, აი ყურებს დააკვირდი, შენ ყურების მიყავს და აუ ბაზარი არა, ეხლა რო წარმოვიდგინე იმის გარეშე, რა ქვია. პაპახის გარშე? ორიანი ფოტო ჩაუვდე რა დიდობის და მივხვდები. არა, ესენი უძახიან მაგას ბურკას ეძახიან ესენი. 1, 2, 3. დაგასარიც მა. შენ მოვასწარ ჩემი დედაშვილია სანდრო ბავშვი. სანდრო ვაშეჭე. ეხლა მე რაღაცას გადაიმტერებს, თქვას რამე. ეს იმეროდი. ღატაო. ოი, წელიწად. გეგონა შენ ბიძაშვილი ჩაგისვა ეს? და როდის მოხდა ეს UFC-ში? ვარქო არ გავცნერებ. რომელთ ამათ თქვენს პერსონალი პასუხი? რა გინდო შეჩემო, რა ვთქვი ცუდი? იცის მერაბი თბილისშია და მაგითო არაფერს არ იცავს. თბილისშია, ხო? ეხა მომენტ რო უყურებ, აი რაღაც ომის სურათები რომ აქ ნანახი, აზიელი ბავშვის ცოტა გავს. თუ დაგჭირდა გუნდი ერთად გავწუყნოთ. არა პრობლემა. ჯეიმს თუ შეხედავ, ჯეიმპრეთ მივხვდები რომ ჯეიმს და უკან ვას. მაგრამ ამაზე ზერსკი ხელია. აი, სპანაირები იყო ხოლმე. აი, ხლებს რო გადმოდიოდა ხოლმე გადრე. იდეაში მორჩა, მაგრამ ვალიმ ბონუს ფოტოო და ერთსაც დაამატებს. ჩემი დედაშვილის ფოტო რო გააზრეს, ახლა მაგარი გაი. აღარაა გამოცნობა. ის შუაში გეიჯი არის გონი შუა. ესეც ბანტამოეჯი ჭუოდა. მარჯვარი გეიჯის და. ოიგო ლეონმა. კაი ხო დავლე. ამიტომ თითოეულ დალიეთ კიდე მიჭებო. გუნდი შეხო დალია ყველა და ეხა. მე დავლიე, ბევრი დავლიე, ძალიან იმისთვის. მოიწინა გო, წააგო, დამარცხდა ეხა. აი. ესე რა მაგას ხავს დამარცხებული რომ მიდიხარ სახში? აბა. შენ აიცი ეგზნობა შენ. თატკივილით რომ მიდიხარ. მიდიხარ, კაი სათქმელია. მიდიხარ? ეგრე უნდა იყოს. როგორ მარწრებდი იმას? სტუმარიო და მომაგებინეს რა. ხო, კარეშავა. დედასპიცა ვარ არა. ყველაზე აქტუალური, გერც საინტერესო UFC მოვლენა ალბათ რაც შეიძლება ველოდოთ ამ კვირაში ხდება. მაგრეგორი ჰოლოვეის შეხვედრა UFC-ში. რა მოლოდინები გაქვს, რას ფიქრობ? ვის ბალელს შიკობ, მოდი ამაზე უფრო ვისაუბროთ და რამდენად იმედი გაქვს მაგრეგორის ალბათ ცართული კითხვა იყო თუ მოულოდნელი თუ კითხვა არ არის, ეხლა ვფიქრობ როგორ გადმოვიტანო ჩემი სათქმელი კარგად რა. ეხლა ამ ბოლო პერიოდში რაც ხდება უფრო პროფესიონალი გავხდი ვიყავი, მაგრამ უფრო და უფრო დრო გადის, ბევრ ბრძოლას არ უყურებს სიმართლეს გეტყვი, მარტო ესეთ გამორჩეულ ბრძოლებს უყურებ და იმ ხალხს უბალეშიკო, ანუ ჩემი ხა ძალიან ბევრი ახლობელი ყავს, ვინც იბრძვის. და ვინც UFC-ში არიან და ჩემი წრეში ვინც არის რა. კიდე მაგალითად ეხა დასტინ პორიე, ეხა ჩემი მეგობარი და ეს არ არის რა. მიუხედავად რომ მაგრად მეოსება, მაგის ბრძოლას ყოველთვის უყურებდი და ყოველთვის ბალეშიკობდი რა. და ესეთი ეხა მაგრეგორი და ჰოლოვეი რო ჩხუბობს, ხა არც ერთ არ ბალეშიკობ რა. ჩემ ყველაზე ძალიან გამისტორდება, კაი ჩხუბი იყოს და ვისი ამონო ბრძოლით რა.
ენა ერთმა მოიგოს გინდა მეორე რა. ო მე ორივე მევასება. ძალიან აი არ ორივე ძალიან მევასება რა. ვისი ბრძოლა არის შეთთვის უფრო აი საინტერესო აი როგორ მომენტში იცი? ანუ Holloway ეხა დიდი ხანია უყურებ უკვე ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტიური. გინდა გითხრა როგორი ბრძოლა არის? აბა აი სპორტთან არაფერი არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო ბიზნესი რო არის რა. აი ეგ არის. 4 წუთში გაიყიდა თელebილეთები წარმოიდგინე. და სამწუხარო არ არის ეგეთი მომენტი რაღაცაზე? ხო, ან მარა, ხო იცი მომენტას ორი მხარე აქვს. შეიძლება სამწუხარო იყოს, მაგრამ აქედან ხდან ფინანსურად უკეთესი არის რა. მე მგონი რომ გაიჩხუბი იქნება. ხო რა, ეხა ორი მაგალია ორი. ახლა ანუ Holloway ბევრად უფრო მაგრეგორი დიდი ხანია რო სპორტში არ არის და ოქტაგონზე არ დგება ძალიან დიდი ხანია. Holloway ბოლო პერიოდში ჩხუბობდა, რაღაც უფრო ახლოს არის, ბევრად უფრო ფორმაში იქნება ალბათ, ჩემი აზრით. მარა, რავი, ორივე მგონი რომ კაი ჩხუბი იქნება ვაფშე რა. ძალიან და თან ორივე კაი ტიპია რა, სმაი UFC-ისთვის ორივე ძალიან თემაა რა. ძალიან. აი 3 რაუნდიანი ყოფილიყო ვიტყოდი მაგრეგორი მოიგებდა, მაგრამ 5 რაუნდიანში არ მგონია მაგრეგორმა მოიგოს. მე ფორმის აღდგენას მოასწრე და თუ დიდი ხანია ემსადება ალბათ ფორმას. ფორმას რაღაცას აღარ აღიმდგა. ვერა ხო? ფორმაში იყო ხოლმე მაშინ იღლებოდა ხოლმე და ეხა. ეხა წარმოიდგინე. ხო, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ მაგრეგორია რა. და ამ სპორტში ჩემი აზრით რაღაც ცვლილებები ზოგადად მოახდინა. ეხა გიორგი მაკდონალდსის გითხარი მაგრეგორია და რა. ბიჭო ზოგადად თავიდანვე ხო ამ სპორტში რაღაც ცვლილებები მოახდინა ამ ტიპმა რა. როგორი რაღაც მოხდა იცი? ბევრად პოპულარული გახდა, ბევრად ანუ რაღაც ახალი შემოიტანა სიახლეები რაღაცეები და მარტო მაგრეგორი მაგას ვერ იზდავდა რა. ეგ მოხდა იმ დროს როცა UFC ანუ მე ხვდი აქედან UFC აქედან მაგრეგორი. გინა ერთი ყოფილიყო და გინა მეორე ესე არ იქნებოდა, მაგრამ ორივე პლუსი და მინუსი ვით დაემთხვა ერთმანეთს რა. თორე ხ მაგრეგორს რო მაგრეგორი ხო ბრძოლობდა KJ-ი ანუ რა ერქვა KJ-ში თუ რაღაც. იქ რატო არ იყო ეგეთი დიდი სახელი მაშინ? არა UFC-ში რო გაიჩნდა მე გახდა დიდი სახელი. რატო? იმიტომ რომ UFC-ს PR-ი და UFC-ს გავლენები ის არის რა. თორე იმ ორგანიზაციაში რატო არ იყო ეგეთი ის? იქაც ორმაგი ჩემპიონი იყო. და აი ეს მოხდა რა, სწორ ადგილას, სწორ ორგანიზაციაში აღმოჩნდა და კაი გასტროლები გააკეთა რა. თორე მაგარი იყო ძალიან. პრაიმ მაგრეგორი მაგრად მევასება, მარა ნუ არ გჯერა შენ შედარებ არ გჯერა. არა, უკვე თან ის. მე სპეციფიკური რა თუ არ განყოფილი. არა, მე ვალეს რონალდოსი არ იყოს, როლანდოს და მაგრეგორს ვალეში გქ მაინც რაც არ უნდა იყოს. ძალიან უწურავ ორივეს. ლევან, აქვე კითხვა მაქვს ზედმეტ სახელებთან დაკავშირებით. რაღაც ზედმეტსახელი რატო არ აირჩიე ან რაღაცა The Machine, The Matador ან რაღაცა გლდანსკით რო გამოხდე გლდანსკი там გელი უნდა დავიხატო სარუკიანის მეტსახელი არ ვიცი კლალი გისმენთ ახალ ქალაქელი მართლა ეგ რას ნიშნავს ახალ ქალაქს ნიშნავს შეჩემა და იმას რა ქვია არა იქნება მებრძოლს მოგზაურს ახალ ქალაქეთს თქვა და ახალ ქალაქელი არ უთქვამს და იქნება ბიჭო გითხრა სიტყვები გითხრა რომელიც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა რაღაც ნიშნავს აი არ უი იცი რას ნიშნავს ჩინურად კი ან ვერ მოიფიქრე თუ დრომ უნდა მოიტანოს თუ როგორ არის? არ ვიცი, ხო იცი რაღაცები არის, რასაც შენ ვერ იზდავ რა. იგი შემიძლია დავირქვა ეხა. გლდანსკი. არა, ხაი, დრაკონები და რაღაცები. ზოპარკის სახელები რო ხო იცი რაღაცები რა. ეგეთსენი არ მე. მე მაქვს ერთი რჩევა. სიმღერის არჩევას რო გადაწყვიტავ გამოსვლაზე. ერთი მეგობარი მყავს მე. და თუ გინდა შეგარჩევით ნიკოლ შოუს უსმე? მე ჩემი ვორკაუტ სიმღერა. ზაკაი. მე ვღერი ვარ თან იმას. რას? მართლა? ჩემი ვორკაუტ არ გაფუსმენილი? არა. მართლა. ამას როგორი სიმღერა არის, ცი? მე ვღერი ვარ. აი არის ის ხუმრობ თუ არ ხუმრობ. ვერ აღიდას დაბლეული. ვერ მივხვდი და თან. ბიჭო, მე რაფელ დილემის წინაშე ვარ, იცი რომ უნდა მოგხვდეს თან გადაცემის ბოლოს და რამე ხდება არ თქვა ეხა ისეთი რომ ცოტა ზედმეტად უნდა მომხვდეს თუ უნდი რაც უფრო წელობით უფრო მეტად მოხდება ჩემი აზრით და არა, ზოგადად ცხოვრებაში რომ რაც მეტი გაიწელება მეც ძალევს და მეც ვეღარ იგზნობს. ლოგიკური. ეგეც არის. ზოგადად ეგრე არის ცხოვრებაში, რაც მეც წელა უფრო მძლიერად ხდება. რაც მე წელავ
უფრო გაწელილია გიორგი ეგრე არის. უფრო გეძაში თქვენ. ეხლა პორტუგალიის თამაში წავა. რაღაც გეტყვით უცებ რა. მე სანამ შენიტყვი და სანამ იპოვი ტექსტს, მანამდე მადლობა მინდა უთხრა ჩიპს ლუდისას, რომელიც არის ჩვენი წარმდგენი, ნატურალური ქართული, ტალღოვანი, პრემიალური ხარისხის ჩიპსი ჩვენს გვერდით არის, ასევე ჩვენ მეგობრ ლუდს ბავარიას, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ალკოსფეროზე კიდე გიორგი მოახსენებთ. ხო, ალკოსფეროსაც შეეხება 8-9 და 11 ივლისს ალკოსფერო აწყობს ქარავანს საქართველოს მასშტაბით. რატო გეცინებმა? გავიკიდოთ როგორც ხო, კოკაკოლას ქარავანი როგორც იყო ხოლმე. რაღაც ეგეთ ქარავანს აწყობს, სადაც იქნება ხოლმე რაღაც გასართობი ღონისძიებები, დაიწყება თბილისიდან, დამთავრდება ბათუმში. და ყველაზე სახალისო მომენტები იქნება ხოლმე იმ შემთხვევაში, სადაც ქარავანი გაჩერდება, იმიტომ რომ იქნება ეხლა მუსიკალური, გასართობი რაღაცეები და ნუ სადაც ალკოსფეროა დალევაც იქ დიდი დოზით იქნება რა თქმა უნდა და მგონია რომ კარგად გაერთობა ხალხი, ვინც ამ ყველაფერს დაესწრება. რამოდენიმე ქალაქი იქნება idea-ში, დროა შემიძლია წავიკითხო ყველას, თბილისი, რუსთავი, გორი, ზესტაფონი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმში დამთავრდება რა. ჩემი ზესტაფონია. როგორც ვარაუდობენ, ბათუმში იქნება ყველაზე კარგი, ბოლოს ხანგრძლივი საღამო რაღაც და შეგიძლიათ დაესწროთ ამ რიცხვებში თუ იქნებით სადმე მიმდებარეთ და მგონია რომ ძალიან კარგი ისინი ღონისძიებები გამოვა, სადაც იქნება ბევრი მუსიკა, თავის დრამერებით, გართობით და ბევრი ალკოჰოლით ალბათ რა. მადლობა. და ალკოჰოლის მიღება ზომიერად არის ყოველთვის საჭირო. მაგიტომ მიდიან ქარავნით, ხო? და მანქანებიდან. ხო, ჩემს ზღოლები გავგები ქარავანს და ბათუმამდე თუ შავედი, ჩემგან განსხვავებით იმედი მძღოლები ხიზლები იქნებიან და ნიშენიაზე არც არ გაუშვებენ. თორე მე დღეს წვიმაში სველი მოვედი და ეს სკროლები ვიყავი. ყვითელი ფეხები. ბიჭო დოპინგის თემა. არის. მადლობა გიორგი, ესეთი არაჩვეულებრივი. შენ ყოფილხარ ლომი. მეგობრებო, აქვე ზედმეტ სახელებს რაც შეეხება, მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში ვიაქტიუროთ და დაგვიწეროთ, როგორი ზედმეტ სახელი არ შეეფერება არსებულ UFC-ს მებრძოლს. აი ეს ვარიანტები დაგვიწერეთ, ყველაზე სახალისო 3 კომენტარის ავტორს გადავცემთ საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებს და აქვე რა თქმა უნდა სტუმარსაც არტოებთ უსაჩუქრად ეს ლევანჩე ჩვენგან საჩუქრად ლუდისასგან ბავარიასგან და გავედით ბოლოსკენ არა რა ცოტა ხანი გავაგრძელო აი მიდი გავაგრძელო სალაპარაკო მაქვს მე რაღაცას მოუჯერ ოპა ოის ნაესენი ვარ ოპა ვიღაცა რავი ვა ვერ ვიხსენე მოიხსენი თორე შეარავის გაერთო შეიძლება მოიხსნა მოიხსენი და გაიკეთე უკან როგორც მოიხსენი შენ და ლაშა ყო ხარ დედაშვილები ინფორმაცია მოვიდა ესეთი სრულ ინფორმაცია სრულ ინფორმაცია განაცემა დასრულდა ამით სრულ ინფორმაცია ყოფილა ეს ყველაფერი და ინფორმატორი ვინ არის ინფორმატორი ყავს ლალი მაგრამ ძალიან არასწორი მართალია და რა გვაინტერესებს რამდენად მიგიღიათ რა ანუ ერთად თუ გივარჯიშია თან კემპში თუ ყოფილა ანუ რაღაცა მხარდაჭერის ამბავში რა ანუ რამდენად რა თქმა უნდა ხში ბევრჯერ გვივარჯიშია ერთად კი ბატონო ფიზიკურად ნუ ისე დარბაზში მაგრამ ეს კემპებში ერთმანეთთან არა იმიტომ რომ ეს ძიუდოისტია მე MMA-ის მებრძოლი ვარ ზენი ძირითადად კიმანოთი ვარჯიშობენ და მე ტიტველი ფეხშიშველი ხო? ხო, ფეხშიშველი. გონი გავიგეთ რომ არ გაწვია ფეხზე მუში. თან ბოლო 5 წელია მე ამერიკაში ვცხოვრობ და თან მანამდე კი ერთად გორჯიშია და მაგრამ ის სპეციფიურად რაღაცა ისე ერთმანეთს ვერ მივხმარებულ ვართ ისე ხო ხდები რა იმიტომ რომ განსხვავებული სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული სპორტებია და თორე შენ კითხვაზე კი გორჯიშია კი ბატონო ვერევი თუ არა ეგ მე უფრო მაკეტკენ მიმქონდა რომ ანუ რორამე სპორტს რომელში არჩევთ ალბათ თორე არა ეგრე არ შევეჭებებულო რა თქმა უნდა ისე თუ გონია მას ოდესმე სურვილი რომ MMA-ისკენ კი როგორც მე გამოუხედია თუ არა თქო რა ჩემი აზრით მან თავის საქმეს რომ მორჩება ჯუდოში რატო არა იმიტომ რომ ახალგაზრდაა ძალიან და თან ასაკიც უწყობს ხელს თან ჯუდოში დიდი სახელია და მარტივი იქნება რაღაცეების გაკეთება, როცა დიდი სახელი ხარ სპორტში, სხვა სპორტში გადადიხარ, მაინც რაღაცეები უკვე
მარტივი არის რაღაცები. კი ბატონო. მაგრამ ანუ ძალიან ძნელია ეს გადართვა. გადაწყობა. წარმოიდგინე წლები ამდენ რაღაცას აკეთებ და მე კიმანო უნდა გაიხადო და ტიტულ ტიპებს ეჭუბო რა. სადაც ვარნაირი წესი და კანონი არსებობს ხალებში არაერი მორალი და ის და შიდოები და რაღაცები არა. ტიტულ ტიპებს ეჭუბო ძალიან კარგად ღერდა მე მაგას დავტოვებდი მარტო. ნუ შენ რაც გიყვარს გიორგი ეხლა მაგას დატოვებდი რა თქმა უნდა. ინტერვიუ მახსოვს სადაც ის არის აქ ინტერვიუ ან ვიღაცას არ მახსოვს უბრალოდ ისე რაღაცა სამანოთხ ოლიმპიადას რომ მოვიგებ მე წავალო რაღაც ეგეც უმიზნებდა ადრე რა. იდა შეხო მაშინ ერთი ქონდა მოგებული. ხა ერთი მოიგო. ხო, მე კიდე მოიგო და ნუ ხო. არა ძალიან კაია. მე მგონია რომ ძალიან დიდი ის ვქ რა, ამ სპორტში. დიდი თემა და დიდი მომავალი და იმედი მაქვს რომ მე შენ როგორც უკვე კამრით და რამე მოხვალ და წითელ ღვინოს დავლებთ ერთად. ძალიან დიდი სიამოვნები. როგორ ლამაზი. ერთი სადღეგრძელო გითხარი და მე დავამთავროთ გადაცემა. ლევან, შენ გავუღები სადღეგრძელოს. ეგ არის ჩვენი კულმინაცია. მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის და ძალიან პირიქით მადლობა შენ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ახლოვან გაცნობა და ძალიან ესეთ გადაცემებში რომ თავს კარგად გრძნობ, იმიტომ რომ ესე არზი ხარ, თავისუფლად ხარ ძალიან მე არ ვწივარ თავისუფლად ეხა რომ თორდება, მაგრამ რა ისე მეცალვისდება. ძალიან კაი ენერგია მოდის, ამ მადლობა მინდა მოგიხადოთ დაპატიჟებისთვის, გამასპინძლებისთვის. მადლობა მინდა გადაუხადოთ თქვენს მსმენელს, თქვენს მაყურებელს. და ანუ ეს თქვენი მაყურებელი ვარ და მე რო დადებთ, მეც აუცილებლად ვუყურებ რა. დაგვიკომენტარი და შეიძლება მოიგო ჩიფსები. მე ჩიფსები მოვიგე უკვე. ვიდა იდეებს გეტყვით რომ ეს ნახე ისე წეღან თქმა მინდოდა და აღარ შევაწყვეტინე. თვითონ ახალ ჩიფს ჭამს და მე ძველი მგონი წინა გადაცემაში წერდი ეს გეტყვი. არა. ნო. აძმაო. ფერი იგივე აქვს. არ გევასა ძველი ორად თქვი. არა, გაია. არ უჭამია ეს გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა პირიქით სტუმრობისთვის და ლევან, მადლობა ძალიან. წარმატებას გისურვებ შენ საქმეში პირველ რიგში, საერთოდ ყველაფერში, მაგრამ შენ საქმეში პირველ რიგში და მართლა ძალიან გამიხარდება შემდეგში თუ მოხვალ ჩვენთან სტუმრად, უკვე კამრით თუ იქნები და ძალიან დიდი წარმატებები ჩვენ სპორტში რა. აუცილებლად. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ საერთოდ. მადლობა წარმატებები თქვენს და მომავალ შეხვედრამდე. ლევან, დიდი მადლობა და რა ვიცი. მართლა გამიხარდა რომ ჩვენს გვერდით იყავი და აქვე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მომავალ შეხვედრამდე ხალხო. აღვამდეს. გამხილო ხილო. პატარა ის ძალიან პატარა ხელები. ეს გაგ დიდი ეს ეკენი. ჩემ ხელს შეხედე. არა, გაგ ეს გაგ დიდი. ეს რა არის? ნახე, აი ეს. ეს ნახე პატარა. ხო მაჯა ხომ არა ნუ ეხა ეგ მუშტი გააკეთე. ვიღარ მწარე ეს პატარა მუშტიერი მწარე. კაი, აბა. დიდი გული. ას ჭიმ. ვიდი. იმას ხნა? აბა ისე. შენი დიდი გავსო. არც ეში. ეს იყო. მოდი. ამიგიო ტიტანი. ვიდი გიო. მოიცა დავჭიმო. აგრატა. რამდენი იყო ეს? პროსტა გამომი. პროსტა გამომი. პროცენტი წარი. მაგას სულწაო. დაჟი კიდე გიდა. ხო. კი. შენი. კაი. სასიამოვნოა. ეგ ხა ჩემი დათქოს ბრალი არა თქვენისაც ბუზრი გასწრიგა. ვა. სასიამოვნო იყო. გამიხარდა ჯობა თქვენი გასწრება. ეს გამიხარდა. ბიჭო არა მართლა ეს რა ვიცი მაო. მე დავიმახსოვრე ვიცით რა გავუხსნით დღეს აქეთ.